ხაშური განსაკუთრებულად აქტიურობს ამ პროცესების დროს. თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ადევნებთ თვალყურს თუ როგორ ცდილობენ ადგილობრივი აქტივისტები ხელისუფლების წარმომადგენლებთან გასაუბრებას და იმის სახსნას, რომ ახლა ისინი ემსახურებიან რეჟიმს, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარუსებას ცდილობს და ასევე სასტიკად ძალადობს მშვიდობიან მომიტინგეებზე. მოდით მოვუსმინოთ პირდაპირ ეთერში და ვნახოთ თუ რა ხდება ახლა პირდაპირ ეთერში. ერთ-ერთი აქტივისტი ესაუბრება ხაშურის მერის მოადგილეს. მაგას გეუბნებით, არ იყო რელევანტური. არა, რა შუაშია ჩემი საუბრობის დადგენილი. ხო, მიუხედავად და კანონმდებლობაში ერკვევა. როცა კომპენსაცია საკმარისი არ არის. რა თქმა უნდა არ იყო ეს რელევანტური კომპენსაცია. ბაზაზე პროტესტება ეს საკითხი. ნახეთ, ამ კომპენსაციაზე გავაპროტესტე და გამგეობისგან არასდროს არ გვაქვს პასუხი. ჯერ კიდევ მე ზაფხულზე მე კიდევ ნახეთ 2000 კი ბატონო ადგილობრივ ხელისუფლებას მინდა უთხრა ერთი რამ 2004 წლის ზაფხულიდან შემქონდა განცხადებაზე სანიაღვრე კი ბატონო სანიაღვრე არხებთან დაკავშირებით რომ გაუმართავი იყო ეს სანიაღვრე არხები საქართველოში ხაშურში ეს პირველი წელი ხო არ არის რაც პრობლემა წამოში ხო წლები არის ეს პრობლემა განცხადებაზე შემქონდა და უკავშირი იყო ნული იყო უკავშირი და მაშინ როდესაც არა მარტო 4 წელი 23 22 21 20 რომელ განცხადებაზე მივიღე რომელ განცხადებაზე კი ბატონო ნაცემი ადამიანის ფოტოები მიყავია მაშინ როდესაც ერთი რაღაცას მიედმუეთ ქრონოლოგიურად დაგილაგეთ მე თქვენ არა 2000 ქრონოლოგიურად დაგილაგეთ ერთი წამი ქრონოლოგიურად მარიამ რატომ მოიჭანეთ ეს წასპარსები იმიტომ რომ ხალხს დავანახო რომ რეჟიმი რომელიც მათ სანახაობით და პურით ართობს აი ეს რეჟიმი აი ამას ატარებს პარალელურად აი ამას აკეთებს პარალელურად თბილისის ქუჩებში ადამიანები რომლებიც სამშობლოს სიყვარულში არიან და სიყვარულით არიან გარეთ გამოსულები და ებრძვიან ძალადობრივ არალეგიტიმურ ხელისუფლებას აი რას უკეთებს კარგად დაინახეთ რას უკეთებს რეჟიმი ამ ადამიანებს დღეს 400-ზე მეტი ადამიანი არის ნაცემიდან ნაწამები 400-ზე მეტი ადამიანია გისვამთ პასუხს 400-ზე მეტი ადამიანი არ გიყვირით 400-ზე მეტი ადამიანი არის ნაცემიდან ნაწამები და ნული პოლიციელი არის და ნული სამართალდამცავი ხაფრუა წამოწევს როსტავლობდი პროტესტი არ ჰქონდა პროტესტი მქონდა მე ხაშურ შენ არ მინახე ლომაურის რა არ გინახე ლომაურის ქუჩაზე დავდიოდი არ მინახე უტადიოდი არაფერს არის და ხუთიანის ნომრის მაისურები ჩავაცვი ჩემ მეგობრებს გადაუხაზა და ვაპროტესტებდი რომ მიშა ძირს უნდა ყოფილიყო განა 26 წლის ვარ და 2012 წელს ვიყავი 14 წლის ჩემს ქუჩაზე 14 წლის ბავშვები და 10 წლის ბავშვები რომ გამოვყავთ ეხლა ჩემს ქუჩაზე ვაპროტესტებდი ლომაურზე ნამყოფი ხარ საერთოდ ლომაურზე ნამყოფი ხარ და მე არ გეცნობთ საერთოდ ბატონ ზუიას გითხეთ მე ვინ ვარ და რას ვაკეთებ იქ არასდროს არ ყოფილიყარ სად არ ყოფილვარ დაწყნარდით რა დაწყნარდით ნაციონალების დროს რას აკეთებდიო მე გითხარი რასაც ვაკეთებდი ნაციონალების დროს გრძელდება როგორც ხედავთ დაპირისპირება მხარეებს შორის აქ არიან როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე სამოქალაქო აქტივისტები რომლებიც როგორც გითხარით ახსენებენ ადგილობრივ ხელისუფლებას რომ ისინი არიან ახლა პროპაგანდის და რეჟიმის ნაწილი რეჟიმის რომელიც ცდილობს ქვეყანაში მოჩვენებით იმ მშვიდობის შექმნას და მიმდინარე კონცერტიც ამის გამოძახილი არის ადგილობრივი აქტივისტების აზრით ვინაიდან როგორც მოსახლეობა ამბობს ხაშურში ჩვენთან საუბრისას ახლა არავის არ ეკონცერტება და ეზეიმება რადგან ქვეყნის გარუსება მიმდინარეობს და მშვიდობიან მოქალაქეებზე ტერორს ახორციელებს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ჩვენ ვრჩებით ხაშურში და ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ამას უკვე მაყურებელს მოვყვებით ოდნავ მოგვიანებით